გამარჯობა. ჰიპერბორე არის ლეგენდარული ადგილი ჩრდილოეთით, საიდანაც მოდის ყველა თეთრკანიანი ადამიანი, მათ შორის ქართველებიც. ჩვენი უძველესი წინაპრები ჰიპერბორეის, იბერბორიის რეგიონიდან გადმოსახლდნენ თანამედროვე კავკასიის ტერიტორიაზე. მაგრამ რატომ? ამ კითხვაზე პასუხი სამწუხაროდ არ ვიცით. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული სწორედ მის პასუხზე. თუ ჰიპერბორეიდან გამოგვაძევა სხვა როგმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი ქართველი ვერ შეძლებს ჰიპერბორეაში დაბრუნებას და როდესაც დედამიწის დანარჩენ ნაწილში გარდაუვალი აპოკალიფსი დაიწყება და ჰიპერბორეის კარი ჩვენთვის დაკეტილი იქნება, განწრილები ვიქნებით. საბედნიეროდ მე არ ვემხრობი ამ თეორიას. არაფერი არ მიგვითითებს იმაზე, რომ გამოძევებულები ვართ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს იქ ვართ, სადაც ვართ, რადგან ჩვენი წინაპრების ნაწილმა დატოვა ჰიპერბორეა, რათა დედამიწის სხვა ტერიტორიებზეც გაევრცელებინათ არიული ღმერთების ძალაუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა დრო დადგება, ყველა ლურჯთვალება თეთრკანიანი ქერა ქართველი შეძლებს ჰიპერბორეაში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქართველს არ ეხება. მაგრამ რატომ არ გვასწავლიან ამ ყველაფერს, რატომ გვიმალავენ? რეპტილიები ჰიპერბორეელების უძველესი მტრები არიან. ისინი ოდითგანვე ცდილობდნენ ჩვენი ხალხის განადგურებას და დამორჩილებას და ამას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. ვერაგობით მოტყუებით ჰიპერბორეელების დამარცხება რა თქმა უნდა შეუძლებელია, რადგან ვოტანის მიწაზე ყველა მიწისთვის მხარეს იბრძვიან. მაგრამ ჰიპერბორეის საზღვრებს გარეთ ყველაფერი სხვანაირადაა. მშობლიურ მიწას და არიულ მეფეებს მოშორებული თეთრკანიანები აღარ ვართ ისეთი გამძლეები რეპტილიების ვერაგული მანიპულაციების წინააღმდეგ. განათლების სისტემა და პოლიტიკური ძალაუფლება მთლიანად მათ ხელშია და ისინი გვიმალავენ ჩვენს ჭეშმარიტ იდენტობას, რათა რაც შეიძლება მეტად გამოგვიყვენონ, გვამუშაონ და გვავიწყონ ვინ ვართ, თვითონ კი გამდიდრდნენ, გაზრდიდნენ და ჩვენს თავდაპირველ ლეგენდარულ მიწას მომატებული ძალით შეუტიონ. ეს რეპტილიები დღესდღეობით თავის რეალურ სახეს აღარ გვაჩვენებენ და ძირითადად მდიდარი თეთრკანიანების, ებრაელების და ალტ-გოთი გოგოების სახით გვევლინებიან. სინამდვილეში ჰიპერბორეა ნამდვილად არსებობს და ნებისმიერი ჰიპერბორეელი შთამომავალს აქვს უფლება, რომ დაბრუნდეს თავის მშობლიურ მიწაზე. მეც რეპტილიებისგან დევნის და ძალადობის მცდელობების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ყოველდღე ვეძებ ჰიპერბორეას, როგორც კი ვიპოვი, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დამიდონატოთ, რათა დამიფინანსოთ ეს ძიება. ყოველი თეთრი არის ნაბიჯი ჰიპერბორეის მიმართულებით. თუ ამ ვიდეოს უყურებთ კონგოდან და გინდათ, რომ ეგ ერთი თეთრი ჩამირიცხოთ, შეგიძლიათ 759,000 კონგოური დოლარი ჩამირიცხოთ და ეკვივალენტური ფასი ექნება. ველოდები თქვენს დახმარებას.